ჩვენ ახლა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე ვიმყოფებით. ტერიტორიას, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს, კარსტული კალდერა ეწოდება. პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა უნიკალური კარსტული რელიეფის სტუდენტებისთვის გასაცნობად სოფელ ითხვისში მცირე ექსპედიცია მოაწყო. მოკლედ რო ვთქვათ, აი რელიეფურად კარგად ჩანს ეს უზარმაზარი სივრცე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ასეულობით და მილიონობით წლის წინ აქ მოხდა ვულკანური პროცესები, ამოფრქვევა მოხდა, ეს დამტკიცებულია ტექტონიკური მოძრაობების შედეგად და ვულკანური პროცესების შედეგად ესეთი უზარმაზარი სიცარიელი წარმოიქმნა და შემდგომ პერიოდში აქ მოხდა დალექვა ქანებისა, სხვადასხვა დაილექა სხვადასხვა წყებები და იქ უკვე დაიწყო მღვიმეების წარმოქმნა. დანალექ ქანებში. ეს ტერმინი აქამდე არ ყოფილა სამეცნიერო მოქმედებაში და ჩვენ აი საფუძველი ეს კვლევები, ეს შრომები გვაძლევს იმისა, რომ პირველად ეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იქნება შეფასებული, შესწავლილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრდეს, ეს იყოს სამეცნიერო წრეებში დაფიქსირებული და უახლოეს მომავალში სამეცნიერო ტერმინი ესეთი კარსტული კალდერა ბაქნული კარსტის ფარგლებში იქნეს გამოყენებული ჭიათურის მაგალითად. დვალაშვილის ინფორმაციით, კარსტული კალდერის ზონაში გავრცელებულია გეოლოგიურად წარმოქმნილი ყველაზე ძველი მღვიმეები. მათ შორის ამ კალდერის ბოლო ფრაგმენტში მდებარეობს გასულ წელს სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე მიკვლეული მღვიმე, რომელსაც გიორგი დვალაშვილის ინიციატივით თესეო 95 ეწოდა. ამ ტერიტორიაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტში არის გეოლოგიურად წარმოქმნილი ყველაზე ძველი მღვიმეები. ამის გაგრძელებაზე მდებარეობს ის მღვიმე, რომელიც გასულ წელს ჩვენ მეცნიერული კვლევის საფუძველზე მივაკვლიეთ. უბრალოდ ეს არის ამის ბოლო ფრაგმენტში თესეო 95-ის მღვიმე აი ამ კარსტულ კალდერის ფარგლებში თავსდება. ექსპედიციის მონაწილე სტუდენტებმა ადგილზე მიიღეს ინფორმაცია კარსტული კალდერის წარმოქმნისა და განვითარების ზოგადი კანონზომიერებების შესახებ. მომდევნო სტუდენტი პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად მოვედით თვალნათლივ ამ ადგილს განვიხილეთ ზოგადად კარსტული პროცესები, კარსტული რელიეფი, ამ ადგილის წარმოქმნა, განვითარების ზოგადი კანონზომიერებები და საინტერესო სამუშაო არის მეცნიერებისთვის ეს ადგილი და თვითონ კარსტული რელიეფს რაც შეეხება ამ ადგილებში როგორც მოიხსენებათ, ბევრი მღვიმეა და ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში, ტურისტების მოზიდვის შემთხვევაში ადგილობრივი და ქვეყნის ბიუჯეტისთვის კარსტული რელიეფი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიუჯეტის შევსების წყარო გახდა. სოფელ ითხვისში კარსტული კალდერის შესწავლით არაერთი მეცნიერი იყო დაინტერესებული. ამჯერად რელიეფის ფორმების შესწავლით პროფესორი გიორგი დვალაშვილი სხვა მეცნიერებთან ერთადაა დაინტერესებული. პროფესორი ამბობს, რომ აქ რელიეფის განსაკუთრებული ფორმებია წარმოდგენილი და ადგილის უნიკალურობა კოსმოსიდანაც კი ჩანს. ხაბაროვსკის უნივერსიტეტის პროფესორი, ესეთი მეცნიერი, ევსევი, რომელმაც ეს ყველაფერი აქ ადგილზე ნახა, გამოიკვლია და ეს ყველაფერი შეაფასა, შეისწავლა და დარჩა ჩანაწერი ფურცელზე. ჩვენი კოლეგა ბატონი ზაზა ლეჟავა, რომელიც ამ პროცესების თვითმხილველი იყო და ეს ყველაფერი შეისწავლა, ჩვენ ერთობლივად, როდესაც მოგვიწია აქ გასულ წელს ექსპედიცია, დავფიქრდით, რომ ეს ფორმები, რომელიც კოსმოსური სურათების მიხედვით ძალიან კარგად ჩანდა, რომ არ იყო ჩვეულებრივი ფორმები და ეს ყველაფერი დავამუშავეთ, სტატიის სახით გავაკეთეთ და გადავაგზავნეთ უკრაინის სხვადასხვა სამეცნიერო წრეებში და იქიდან იყო ესეთი ინფორმაცია, წინასწარი ინფორმაცია, რომ ეს ნამდვილად მათთვის იყო საინტერესო. მიმდინარე წელს კარსტული კალდერის შესწავლის მიზნით ითხვისში სამეცნიერო ექსპედიციის მოწყობა იგეგმება. ქართველ მეცნიერებს სურთ ამ პროცესში უცხოელი კოლეგებიც ჩართონ.